მოგესალმებით, ვაგრძელებთ სასწავლო კურს სახელმწიფო შესყიდვებში. მე გახლავართ ირაკლი გოლითიანი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვების შეთანხმების სამსახურის უფროსი. დღევანდელი თემა, რომელზეც მე ვისაუბრებ, შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, გამარტივებულ შესყიდვების მნიშვნელობას სახელმწიფო შესყიდვებში. 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელდა ძირეული რეფორმა, რომელიც შეეხებოდა გამარტივებულ შესყიდვებს. აღნიშნულ რეფორმას წინ უძღოდა ვიზალიბერალიზაციის პროცესი და ეს რეფორმა სწორედ ამ პროცესში განსახორციელებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენდა. ამ რეფორმამ ასახვა ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში და მიიღო ძალიან მაღალი შეფასება. რას გულისხმობდა რეფორმა? რეფორმა გულისხმობდა გამარტივებული შესყიდვების პროცესის შეთანხმების დაქვემდებარება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და ამ გზით გამარტივებული შესყიდვების გამჭვირვალობის ხარისხის მნიშვნელოვან გაზრდას. 2015 წლის 24 ივლისს შევიდა ცვლილება შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში და ამ ცვლილების საფუძველზე 2015 წლის 17 აგვისტოს გამოიცა სააგენტოს თავმჯდომარის ნომერ 13 ბრძანება გამარტივებული შესყიდვების კრიტერიუმის განსაზღვრის და გამარტივებული შესყიდვების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე, რომლითაც განისაზღვრა გამარტივებული შესყიდვების ის საფუძვლები, რომელიც სავალდებულოს დაექვემდებარა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებას. ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა ელექტრონული მოდული, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ SMP მოდულის სახით და სწორედ აი ამ მოდულის საშუალებით ხდება შემსხდელი ორგანიზაციების მიერ გამარტივებული შესყიდვების შეთანხმება სააგენტოსთან. რას გულისხმობს ეს და რას ისახავს მიზნად? მიზანი არის მნიშვნელოვანი და როგორც დასაწყისში ვახსენე, არის ამოსავალი წერტილი გამარტივებული შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის გაზრდა, გამარტივებული შესყიდვების რაოდენობის და მოცულობის ეტაპობრივი შემცირება. რაც თავისთავად გულისხმობს ავტომატურად სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პროცედურების ზრდას, რაც იწვევს კონკურენციის ჩართულობის და მონაწილეობის მაღალ მაჩვენებელს. გამარტივებული შესყიდვები განსხვავებით ელექტრონული ტენდერისაგან არ გულისხმობდა ელექტრონულ პროცედურებს, რაც მის ღიაობას აყენებდა ჩრდილს. შესაბამისად, რეფორმის შემდეგ ელექტრონული SMP მოდულის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ შევიდეს სისტემაში და ნახოს, გაეცნოს თუ რას ყიდულობს შემსწავლელი ორგანიზაცია, რა საფუძვლით, რა დასაბუთებით, რა ღირებულებით, რა ვადებში, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება საჩივრის ან კომენტარის სახით, რომელიც შეუძლიათ ელექტრონულ სისტემაში დატოვონ და სააგენტო აუცილებლად გაითვალისწინებს და მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დასაწყისში ასევე მინდა ვახსენო ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება გამარტივებული შესყიდვების სტატისტიკას და თვალსაჩინოებისათვის განახოთ ეს ციფრები, რომელიც ცხადათმეტყველებს პროცესის მნიშვნელობაზე. 2012 წელს გამარტივებული შესყიდვების მხედრითი წილი სახელმწიფო შესყიდვებს შეადგენდა 44%-ს და თუ დავაკვირდებით სურათს, ვნახავთ, რომ დინამიკა არის კლებადი და განსაკუთრებით ეს კლება შეიმჩნევა რეფორმის განხორციელების შემდგომ 2016 წლიდან 37%-დან დღეის მდგომარეობით სახელმწიფო შესყიდვების მხედრითი წილი საერთო ჯამურ შესყიდვებში შეადგენს 18%-ს. ეს დინამიკა იზრდება შემცირებისკენ, რაც არის პოზიტიური მაჩვენებელი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნომერ 13 ბრძანება, რომელიც 2015 წლის 1 ნოემბერს შევიდა ძალაში, როგორც აღნიშნე, განსაზღვრავს გამარტივებული შესყიდვების იმ საფუძვლებს, რომელიც სავალდებულოდ შეთანხმებელი არის სააგენტოსთან. სააგენტო მომართვას განიხილავს სისტემის SMP მოდულის საშუალებით და ყველა მომართვა, ყველა მტკიცებულება ან დოკუმენტი, რომელსაც შემსწავლელი ორგანიზაცია წარმოადგენს, უნდა იყოს სწორედ სისტემის აი ამ მოდულში წარმოდგენილი, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების საჯაროობა იქნას დაცული. მე-13 ბრძანება განსაზღვრავს გამარტივებული შესყიდვის 4 საფუძველს, რომელიც ექვემდებარება სააგენტოსთან შეთანხმებას. ეს არის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესყიდვის განხორციელება, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობის შესყიდვის განხორციელება, ეს არის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით შესყიდვის განხორციელება და ეს არის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვის განხორციელება. სააგენტოში მომართვის წარმოქმნა სწორედ ხდება სისტემის ელექტრონული მოდულის საშუალებით, რომელსაც აი აქ ჩვენ ნათლად ხედავთ. სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მომართვის წარმოქმნიდან
არაუადრეს 2, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. მომართვა წარმოდგენილი უნდა იქნეს სამუშაო დღის 18 საათამდე, 18 საათის შემდეგ წარმოდგენილი მომართვა ითვლება მომდევნო სამუშაო დღის წარმოდგენად, შესაბამისად, ერთი დღით იწევს ვადის ათვლა. სააგენტო უფლებამოსილია მიმართოს შემწყნელ ორგანიზაციას დაზუსტების მოთხოვნით, რაც ერთი სამუშაო და განუსაზღვროს მას ერთი სამუშაო დღე დაზუსტების წარმოსადგენად. თვალსაჩინოებისათვის შეგვიძლია ვნახოთ სისტემის სატესტო მოდული და მითითებული შესყიდვის საფუძვლები. პირველ საფუძვლად მითითებული არის ექსკლუზიური უფლებამოსილება და თქვენ ყურადღებას შევაჩერებ ამ საფუძველზე ამჯერად ექსკლუზიური უფლებამოსილების დროს კანონი ამბობს, რომ თუ კი შესყიდვის ობიექტის მიწოდება არის ერთი პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად, ასეთ შემთხვევაში შემწყნელი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება და არ გამოაცხადოს ტენდერი. მაგრამ სანამ ის ამას გააკეთებს, იგი ვალდებულია მიმართოს შესყიდვების სააგენტოს ასეთი შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში ის შედის მოდულში, ირჩევს შესაბამის საფუძველს, მითითებული და მონიშნული არის ექსკლუზიური უფლებამოსილება და ავსებს იმ კითხვას, რომელიც არის განსაზღვრული მე-13 ბრძანების დანართით და რომელიც გენერირებული არის სწორედ სისტემის აი ამ ელექტრონულ მოდულში. ეს მოდული აქვეში მინდა ორი სიტყვით ყურადღება გავამოხილო, არის თავის შინაარსით უნიკალური და ასეთი ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აი ესეთი მაღალი სანდოობის გამჭვირვალობას, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მოწინავე ერთ-ერთი სოფლიოში და ასეთი გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით ვერ დაიკვეხნის ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყანაც. ექსკლუზიური უფლებამოსილების დროს მიწოდებელი შემწყნელი ორგანიზაცია გვითითებს თუ ვინ არის ის მიწოდებელი, ვინ არის ის ერთადერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახდენს კონკრეტული საქონლის მიწოდებას, მომსახურების გაწევას ან სამუშაო შესრულებას. ასეთ შემთხვევაში მან უნდა შეავსოს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები, მიგვითითოს მიწოდების ვადები და აი ამ მარტივი ველების შევსების შემდგომ უნდა გადავიდეს კითხვაზე, რომელიც ამ შემთხვევაში შედგება 10 კითხვისაგან, აი ამ 10-ვე კითხვაზე დეტალური პასუხის გაცემის შემდეგ შესყიდვების სააგენტო ჩემს მიერ ნახსენებ ვადებში იღებს გადაწყვეტილებას. მინდა რომ გავამოხილოთ ყურადღება კითხვაში მითითებულ ძირითად კითხვებზე, რომელსაც სწორად უნდა გაიცეს პასუხი, რომ შედეგი იყოს დადებითი. პირველი და მეორე კითხვა არის რა არის შესყიდვის ობიექტი და რით განსაზღვრება შესყიდვის საჭიროება. შესყიდვის ობიექტს და საჭიროებას განსაზღვრავს თავად შემწყნელი ორგანიზაცია მისი ორგანიზაციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. შესყიდვის საჭიროების განსაზღვრაში როგორც წესი სააგენტო არ ერევა, მაგრამ ეს განსაზღვრა უნდა იყოს თავისთავად გონირული და დასაბუთებული მორგებული შემწყნელი ორგანიზაციის მიზნებსა და საჭიროებას. მთავარი და ამოსავალი კითხვები ასეთ შემთხვევაში არის მესამე და მეოთხე კითხვა, რაც გვეკითხება რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. მარტივად მაყურებლისთვის გასაგებ ენაზეც რო თქვათ, როგორ დავადგინოთ, რომ კონკრეტული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი არის ერთადერთი მიწოდებელი ბაზარზე და მას არ გააჩნია რელევანტური ალტერნატივა. ასეთ შემთხვევაში ისევ შეგვიძლია მაგალითის მოსაყვანად მიმართოთ პრაქტიკას და განმარტოთ თუ რა შემთხვევები განიხილება ექსკლუზიურ უფლებამოსილებად. ექსკლუზიურ უფლებამოსილებად პირი შეიძლება განსაზღვრული იყოს კანონით, ეს ყველაზე მარტივ შემთხვევაში ან კანონქვემდებარე აქტით, ესეთი შეიძლება იყოს მაგალითად საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება ლიცენზირებას და პირობითად ერთ პირს ან ერთ ფიზიკურ ან ერთ იურიდიულ პირს აქვს უფლება განახორციელოს კონკრეტული ტიპის საქმიანობა, ეს შეიძლება იყოს ენერგომომარაგების სფეროში, გაზიფიცირების სფეროში, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სფეროში და ასე შემდეგ, სატელეკომუნიკაციო მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანოები გამოსცემენ კონკრეტულ დადგენილებას ან გასცემენ დადასტურებულ წერილს, რომელთაც მიგვითითებენ თუ ვინ არის ის პირი, რომელიც კანონის საფუძველზე უფლებამოსილია განახორციელოს ექსკლუზიურად ესე თუ ის მომსახურება ან საქონლის მიწოდება. ასეთ შემთხვევაში თუ ვადგენთ, რომ პირი არის ერთადერთი მიწოდებელი ბაზარზე, ტენდერის გამოცხადება არარელევანტურია და შესაბამისად აი ამ კითხვარის შევსებით უნდა მოვიპოვოთ თანხმობა და მივუთითოთ ეს არგუმენტები. ასევე მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ მიწოდების და ხელშეკრულების მოქმედების ვადები და კითხვაც სწორად ამისკენ არის მიმართული, რამდენად გონირულია ეს ვადები, რამდენადაც არ შეიძლება ექსკლუზივი კონკრეტულ მიწოდებელს კონდეს 2, 3 ან 4 წლის განმავლობაში გარდა რა თქმა უნდა განსაზღვრული შემთხვევებისა. ანუ გულისხმობ იმას, რომ
ბაზარი მუდმივად იცვლებიან მიმწოდებლები, ემატებიან, შეიძლება პირობითად თუ რომელიმე დღეს გეოგრაფიულ არეალში საქართველოში კონკრეტულად ერთი იურიდიული პირი ეწევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, შესაძლებელია ხვალ ბაზარი გაფართოვდეს, იქ შევიდეს სხვა პირი, რომელიც თავისთავად უკვე ქმნის კონკურენციას და ასეთ შემთხვევაში შემსწავლელი ორგანიზაცია ყოველთვის არის მოგებული. ამიტომ არ შეიძლება გრძელვადიანი სახელმწიფო ურთიერთობით დაუკავშირდეთ ერთ კონკრეტულ პირს, რომელსაც დღის მდგომარეობით შესაძლებელია ბაზარზე ეკავოს დომინანტის მდგომარეობა. აუცილებელია ავტვირთოთ შემსწავლელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ასეთი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება, დასაბუთებული გადაწყვეტილება მომართვა ან სააგენტო ბრძანება ან მომართვა სააგენტო სახელზე, რომელთაც შემსწავლელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოხატავს ნებას, რომ სააგენტოსაგან თანხმობის მიღების შემთხვევაში იგი განახორციელებს გამარტივებულ შესყიდვას. ამ შემთხვევაში ცალსახად იტვირთება ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანება ან წერილი, რომელთაც იგი ადასტურებს, როგორც ორგანიზაციის სახელით მოკიდე პირი ადასტურებს მის ნებას გამოხატულს ელექტრონულ მოდულის საშუალებით. კეთილი. ასევე მინდა ყურადღება დაუთმო ისეთ შემთხვევებს, როდესაც ექსკლუზივით განვიხილავთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული საქონლის მიწოდებაზე ან მომსახურების გაწევაზე ვრცელდება კანონის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, გულისხმობ ისეთ შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული საქონლის მიწოდება ან კონკრეტულ მომსახურებაზე შესაძლებელია პირს ჰქონდეს საავტორო უფლება, ინტელექტუალური საკუთრება წარმოადგენდეს ეს მისი შემთხვევაში უნდა დავადგინოთ თუ ვინ არის ასეთი უფლების მატარებელი პირი, რაზე აქვს კონკრეტულად მას ეს საავტორო უფლება, რას იცავს კანონი ამის შემთხვევაში და შესაბამისად აი ესეთი შემთხვევა განვიხილოთ ექსკლუზივად, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო მომსახურება, ეს შეიძლება იყოს სხვა ინტელექტუალური მომსახურება, რომელიც მოქცეული არის ჩემს მიერ ნახსენები კანონის რეგულირების ფარგლებში. მეორე და მნიშვნელოვანი საფუძველს გამარტივებული შესყიდვის წარმოადგენს გადაუდებელი აუცილებლობა და საერთო მომართვების 60%-ზე მეტი სწორედ მოდის გადაუდებელ აუცილებლობას. გადაუდებელი აუცილებლობა არის ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის შემსწავლელი ორგანიზაციის ფუნქციონირებას, სახელმწიფოების საზოგადოებრივ ინტერესებს, ვითარება, რომელიც არ შეიძლება ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული და ვითარება, რომელიც არ არის გამოწვეული შემსწავლელი ორგანიზაციის მიერ. ასეთ შემთხვევაში თავისთავად იწყება მოდულის შევსება და კითხვა არის შევსება, რომელიცაც აუცილებლად უნდა იყოს გაიცეს დასაბუთებული პასუხი. განსხვავებით ექსკლუზივისაგან აქ უკვე არ აქვს მიმწოდებელი და ვერც გვეყოლება, რამდენადაც მიმწოდებელი შერჩევა შემსწავლელ ორგანიზაციამ უნდა მოახდინოს კონკურენტულ გამჭვირვალე გარემოში თანხმობის მიღების შემდგომ. აქ მითითებული ველების შემდგომ აქაც თავისთავად გადავდივართ უკვე ძირითად კითხვაზე, განსხვავებით ექსკლუზივისაგან ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს 16 კითხვა და თავისთავად ეს კიდევ მიანიშნებს თუ რა დეტალური დასაბუთება უნდა იქნეს წარმოდგენილი, რომ მიიღოს შემსწავლელ ორგანიზაციამ თანხმობა. პირველი და მეორე კითხვაც აქაც არის მსგავსი, რა არის შესყიდვის ობიექტი და რით არის გამოპირებული შესყიდვის საჭიროება, ამოსავალი კითხვები აქაც არის სწორედ მესამე და მეოთხე, რომელიც გვეკითხება, რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა და რატომ ვერ იქნებოდა ეს ვითარება წინასწარ განსაზღვრული. ძალიან ბევრი სხვა მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, ეს იქნება მარტივად ფორს მაჟორი, სტიქიური მოვლენა, პირობითად ვთქვათ ხანძარი, რაიმე დაზიანება თუ სხვა, ნებისმიერ ისეთი ვითარება, რომელიც დადგა გადაუდებლად, რომელიც იყო არაგეგმიური, წინასწარ გაუთვალისწინებელი და შესაბამისად აქ განმარტებაში ვახსენე, რომ ეს არ უნდა იყოს შემსწავლელი ორგანიზაციის მიერ გამოწვეული, როგორც მისი ქმედებით, ასევე უმოქმედებით და აქ უნდა იყოს ძალიან მკაფიო პასუხი და დასაბუთებული. შესაბამისად, აი ძალიან მრავალფეროვანია მაგალითები გადაუდებელი აუცილებლობის. ერთ-ერთი ასევე შემიძლია ყურადღება გავამახვილო, ეს არის შემთხვევა, როდესაც ტენდერის უშედეგო დასრულების შემდეგ მოგმართავენ შემსწავლელი ორგანიზაციები, ტენდერის უშედეგო დასრულება თავისთავად არ გულისხმობს გადაუდებელი აუცილებლობის არსებობას, შესაძლებელია ერთი ტენდერის დასრულების შემდგომ შევისწავლოთ მის უშედეგო დასრულების მიზეზები, გამოაცხადოთ მეორე და ასეთ შემთხვევაში თუ მეორე ტენდერის გამოცხადებამდე დგას რაიმე მომსახურების ან საქონლის გადაუდებლად შესყიდვის აუცილებლობა, შემსწავლელი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოგმართოს და ტენდერიდან ტენდერამდე ახალ ტენდერში გამარჯვებულის გამონამდე მითითებული ვადით მოიპოვოს თანხმობა კონკრეტული მცირე მოცულობის საქონლის ან მომსახურების შესყიდვაზე და შესაბამისად შემდგომ გამარჯვებულთან გააფორმოს ხელშეკრულება და გააგრძელოს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა. აქ კიდევ არის მნიშვნელოვანი კითხვები, რომელზეც მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო.
ყოველთვის, როდესაც შემსწავლელი ორგანიზაცია მოგმართავს გადაუდებელი აუცილებლობით, უნდა იყოს დასაბუთება, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შეწყვის განუხორციელების შემთხვევაში რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება სახელმწიფო ინტერესებს, საზოგადოებრივ ინტერესებს და შემსწავლელი ორგანიზაციის ფუნქციონირებას. თუ ასეთი შესაძლო ზიანი არ აქვს, თავისთავად გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებაც სახეზე ვერ გვექნება. თავად სიტყვა გადაუდებელიც და ეს ნორმატიული განმარტებაც გვეუბნება, რომ ვითარება არის იმდენად გადაუდებელი, რომ ის ვერ ელოდება შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებს, ვერ ელოდება ტენდერის გამოცხადებას და შემსწავლელი ორგანიზაცია იზოლებულია დაჩქარებულ რეჟიმში მოგმართოს და მოიპოვოს თანხმობა კონკრეტული შესყიდვის სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. ასევე მნიშვნელოვანი კითხვა აქ არის, რაც პრაქტიკაში ხდება, მეათე კითხვა, როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობა და რა ღონისძიებები გატარდა სააგენტოში მომართვამდე. რას გულისხმობს ეს კითხვა? კონკრეტული გადაუდებელი ვითარების შექმნიდან გონიურულ ვადაში უნდა მოხდეს სააგენტოსთან მომართვა. რას გულისხმობს ეს? თუ მაგალითად რაღაც ვითარება კონკრეტულად დადგა 2, 3 ან 4 თვის წინ და შემსწავლელ ორგანიზაციამ არ გაატარა ქმედითი ზომები ამ ვითარების აღმოსაფხვრელად, იგი არ არის უფლებამოსილი, რომ არგუმენტირებულად მოგმართოს ჩვენ და დაასაბუთოს. შესაბამისად, ვითარების დადგომიდან ეფექტიანად დროულად უნდა მოხდეს მომართვა, რომ შესაბამისად სააგენტოს პასუხიც, რომელიც ნორმატიულ ვადებით არის ჩაკეტილი და თავისთავად სააგენტო ამოდებს კაცრად იცავს, ეს როგორც აღნიშნული სამი სამუშაო დღე, შესაბამისად აი ამ ნორმატიული და შეზღუდული ვადებიდან გამომდინარეც უნდა მოხდეს დროულად მომართვა და შესაბამისად შემსწავლელ ორგანიზაციას აქვს ეს ვალდებულება, რომ ვითარების დადგომიდან შეზღუდულ ვადებში მიმართოს სააგენტოს და აი აქ უნდა ამ კონკრეტულ კითხვას გასცეს არგუმენტირებული პასუხი. ასევე მან შემსწავლელ ორგანიზაციამ მიგვითითოს იმ კონკრეტული საქონლის შესაწყდი ობიექტის მოცულობა, რაოდენობა, რომელსაც ის ყიდულობს და ასევე უნდა დაასაბუთოს, რომ ეს რაოდენობა ან მოცულობა საქონლის ან მომსახურების ან სამუშაოში, რომელსაც ის ყიდულობს, არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების აღმოსაფხვრელად საჭირო რაოდენობას. ანუ აქ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების საფუძვლით ხდება კონკრეტულად იმ მცირე მოცულობის საქონლის ან მომსახურების ანგნებოდ სამუშაოს შესყიდვა, რომელიც კონკრეტული ვითარების აღმოფხვრისკენ არის მიმართული და ის არ შეიძლება იყოს გრძელვადიანი და განგრძობადიან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება იდგეს 1 წლით ანგნებოდ 10 თვით ან 15 თვით ან ასე შემდეგ. ანუ ეს საფუძველი გამოიყენება კონკრეტულად იმ ვითარების აღმოსაფხვრელად, რომელიც გადაუდებლად დადგა და შესაბამისად შემსწავლელ ორგანიზაციას დაეხმარება, რომ დაბრუნდეს გეგმიურ კალაპოტში და განაგრძოს ტენდერების გამოცხადება. აქაც აუცილებელი არის შემსწავლელ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მომართვა და შესაბამისად მე-16 კითხვაც ასევე მინდა რომ თქვენი ყურადღება გამომხილო, სადაც მითითებულია, რომ მოითხოვება მტკიცებულებები ნებისმიერ ვითარებას, რომელიც შეიძლება დადგეს, გააჩნია თავის დასაბუთება, აქ მითითებული არის ფოტოსურათი, ექსპერტიზის დასკვნა, ინსპექტირების აქტი, თუ სხვა ეს იქნება შეიძლება იყოს მოხსენებითი ბარათი, დათვალიერების ოქმი და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევაში ეს არის სავალდებულოვანი და ამ ველი შევსების გარეშე სისტემა არ არეგისტრირებს მომართვას, შემსწავლელი ორგანიზაცია ვალდებულია, რომ მტკიცებულებებით გაამყაროს თავისი მომართვა და აი ამ მტკიცებულებების დაყრდნობით მოითხოვოს მხოლოდ ნებართვა შესყიდვის განსახორციელებლად. ასევე გვაქვს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლის შესყიდვა, მაგრამ მე-13 ბრძანება ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ვითარება შესაძლებელი იყოს იმდენად გადაუდებელი თავის შინაარსთან გამომდინარე, რომ ის ვერ დაელოდოს სააგენტოსთან შეთანხმების ბრძანებით დადგენილ 3 დღიან ვადას. ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ვითარება დადგომისთანავე საჭიროებს სწრაფ და დაუყოვნებლივ რეაგირებას. ასეთ შემთხვევაში განსხვავებით წინა შემთხვევისაგან, სადაც სააგენტო ითანხმებს და მისი განკარგულების საფუძველზე ხდება შემდგომ შესყიდვის განხორციელება, ასეთ შემთხვევაში შემსწავლელი ორგანიზაცია სრულად თავის პასუხისმგებლობის ქვეშ იღებს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აფორმებს კონტრაქტს და დაუყოვნებლივ ახდენს სააგენტოსთან მის შეთანხმებას. აქაც სავალდებულო არის მკითხარის შევსება, აი ამ ველების შევსება, რომელიც მე უკვე გავიარე და მკითხარი არის გავს უბრალოდ თავისთავად ის ივსება წარსულ ფორმაში, თუ რა იყიდა შემსწავლელ ორგანიზაციამ, რა საფრთხე ექმნებოდა მას და აქაც მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამოხილო. მცირე განსხვავებებზე მე-12
კითხვაში აქ აუცილებლად უნდა აიტვირთოს ის ხელშეკრულება, რომელიც გააფორმა შემსწავლელ ორგანიზაციამ და ეს თავისთავად შემდეგ უნდა აიტვირთოს სისტემის CMR მოდულში ანგარიშგების წესის შესაბამისად, აქ ატვირთო არ თავისუფლებს შემსწავლელ ორგანიზაციას ანგარიშგების წესისაგან თავისთავად და ასე უნდა დაასაბუთოს შესყიდვის დაყოვნება მეშვიდე კითხვაში რა გამოუწვეველ ზიანს მიაყენებდა შემსწავლელ ორგანიზაციის ფუნქციონირებას. ასეთ შემთხვევაში სააგენტო იღებს ორი ტიპის გადაწყვეტილებას, ან მართლზომიერად ცნობს მომართვას, ან არამართლზომიერად ცნობს მას და მოითხოვს ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებას. თუ სააგენტო ჩათვლის, რომ შემსწავლელ ორგანიზაციამ დაუსაბუთებლად გამოიყენა შესყიდვის ეს საშუალება და გააფორმა ხელშეკრულება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ ცნობთ ასეთ მომართვას არამართლზომიერად, მოვითხოვთ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებას და თავისთავად ეს ავტომატურად იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა უქმის შედგენას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა და შესაბამისად ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისგებლობას, რომელსაც სააგენტო საჭიროების შემთხვევაში ეფექტიანად იყენებს ხოლმე. თუ ასეთი შემთხვევა რა თქმა უნდა არსებობს და არის დასაბუთებული. ასევე მსურს ყურადღება გავამახვილო გამარტივებული შესყიდვის ისეთ მნიშვნელოვან საფუძველზე, როგორც არის ხარისხის გაუარსების თავიდან აცილების მიზნით შესყიდვის განხორციელება, აქაც ესეც წარმოადგენს გამარტივებული შესყიდვის ერთ-ერთ საფუძველს. კანონი გვეუბნება, რომ თუ თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარსების თავიდან აცილების ან და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმება თავდაპირველ მიმწოდებელთან ან მის ქვეკონტრაქტორთან და ასეთ შემთხვევაში შესასყიდი ობიექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველი ობიექტის ღირებულებას. ანუ რაც გულისხმობს ეს შემთხვევა. აქაც შევეცდებით რომ მაგალითებით ავხსნათ და უფრო მარტივი გავხადოთ ამის გაგება, რამდენადაც ცოტა პრაქტიკაში სრთულად ხდება ამის საქმე და ყველაზე მცირე რაოდენობით მომართვა დაახლოებით ალბათ საერთო მომართვების 3-დან 5%-ამდე მოდის ხარისხის გაუარსებაზე, რამდენადაც ეს არის ძალიან ტექნიკური ხასიათის და საჭიროებს ძალიან მტკიცე დასაბუთებას. ასეთ შემთხვევაში ვავსებთ აი ამ მარტივ ველებს, ვირჩევთ შემდგომ ორგანოს, უთითებთ კონკრეტულ კლასიფიკატორის კოდს იმ საქონლის მომსახურების ან სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, მიუთითებთ შესყიდვის ღირებულებას და გადავდივართ კითხვაზე, სადაც აუცილებლად უნდა მიუთითოთ თავდაპირველი ობიექტი, თუ რა შევიძინეთ თავის დროს, ეს იყო ტენდერი თუ შესყიდვის სხვა საფუძვლის გამოყენებით. აუცილებლად უნდა მიუთითოთ იმ ხელშეკრულების ან ტენდერის ნომერი ან ავტვირთოთ თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულება, განმარტოთ რას ვყიდულობთ ახლა და ასევე განმარტოთ საჭიროება, მიუთითოთ ღირებულება და დავასაბუთოთ თუ რატომ იქნება გამოწვეული შესყიდვის ობიექტის ხარისხის გაუარსება ან და მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობა თუ კი ხელშეკრულება არ გაფორმდება თავდაპირველ მიმწოდებელთან. ანუ აქ ხას გავამახვილებ, ყურადღებას გავამახვილებ სამ კომპონენტზე, ეს არის თავდაპირველი შესყიდვის ობიექტი, ეს არის დასაბუთება იმის, რომ ხელშეკრულება კონკრეტული ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს თავდაპირველ მიმწოდებელთან და ის რომ თუ ეს ხელშეკრულება არ გაფორმდება თავდაპირველ მიმწოდებელთან, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება შემსწავლელი ორგანიზაციის ქონებას ან ფუნქციონირებას და შესაბამისად გამოიწვევს ხარისხის გაუარსებას. ეს შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა, როდესაც თავდაპირველად კონკრეტული მიმწოდებელისაგან გვაქვს შეძენილი შეიძლება კონკრეტული ტიპის დანადგარი ან რაიმე სხვა ტიპის მომსახურება და ტექნიკური შეუძლებლობის გამო, რომელიც საჭიროებს ძალიან დეტალურ, შეიძლება საექსპერტო დასაბუთებასაც კი ვერ ვაცხადებთ ტენდერს და აუცილებლად ვასაბუთებთ, რომ ტენდერის გამოცხადების თანახმად აუცილებელია ხელშეკრულება გაფორმდეს თავდაპირველ მიმწოდებელთან. ასეთ შემთხვევაში უნდა იქნეს წარმოდგენილი მყარი მტკიცებულებები, დაწყებული ექსპერტიზის დასკვნიდან გაგრძელებული შეიძლება მწარმოებლის წერილით და ასე შემდეგ. ასევე ეს გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გვაქვს საგარანტიო პირობებით შესყიდული კონკრეტული საქონელი ან მომსახურება და საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მას დამატებით ჭირდება ტექნიკური შეკეთება ან მომსახურება და ასე შემდეგ. ანუ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია და თქვა თუ და იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება გაფორმება არ მოხდება თავდაპირველ მიმწოდებელთან, შემსწავლელი ორგანიზაცია დაკარგავს საგარანტიო პირობებს. ასეთ შემთხვევაში შემსწავლელი ორგანიზაციები მოგმართავენ სწორედ ამ საფუძვლით და ასაბუთებენ მას. ასევე მსურს ვისაუბრო კიდევ ერთ და ძალიან მნიშვნელოვან გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, რომელსაც პრაქტიკაშიც აქვს ხშირი გამოყენება, ეს არის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარება. განსხვავებით წინა სამი შემთხვევისაგან, სადაც შესყიდვების სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის განხორციელებაზე
ასეთ შემთხვევაში შეთანხმება არის ორსაფეხურიანი. ანუ რას გულისხმობ? ასეთ შემთხვევაში შემსწავლელი ორგანიზაციის მომართვაზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობა თავის განკარგულებით ამტკიცებს მას ან უარსებუნება შემსწავლელი ორგანიზაციას მომართვის გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე. რაც გულისხმობს სახელმწიფოური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება. ასეთი შესყიდვის საფუძველი გამოიყენება თავის შინაარსით წინასწარ დაუგეგმავი შესყიდვების დროს და ესეთი შესყიდვა შეიძლება იყოს კომპლექსური და ატარებდეს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ხასიათს. აქაც აუცილებელია რომ კონკრეტული კითხვარი შეისვოს და გაეცეს პასუხი. ერთი ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელია მიეთითოს ის მრავალი სიკვდილი კოდი, რომელიც აუცილებელია კონკრეტული ღონისძიების ეფექტიანად და შეზღუდულ ვადებში ჩასატარებლად. განსხვავებით წინა კითხვარებისაგან ცოტა განსხვავებული შინაარსი აქვს კითხვარსაც თავისთავად. აქ უნდა აღიწეროს მოკლედ თუ რა არის ჩასატარებელი ღონისძიება, რატომ ატარებს იგი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს და მთავარი და ამოსავალი კითხვები აქ არის მესამე და მეექვსე კითხვა, რომელსაც დეტალურად და ამომწურავად უნდა გაეცეს პასუხი. რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდვა და ჩატარების აუცილებლობა, რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვების წინასწარ დაგეგმილი და რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების შესყიდვა ამ ღონისძიების შეფერხებას ან არსებითად ჩაშლას. ასეთ შემთხვევაში ეს თავის შინაარსით ეს საფუძველი გავს გადაუდებელ აუცილებლობას, მაგრამ განსხვავებით გადაუდებელი აუცილებლობისაგან, მაგალითად, რომელიც შეიძლება კონკრეტული ერთი შემსწავლელი ორგანიზაციის საჭიროებაზე იყოს მიმართული, ესეთი შესყიდვა ატარებს საყოველთაო ხასიათს. ასეთ საფუძვლის გამოყენება ასევე ხდება სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული შესყიდვების განხორციელების დროს, როდესაც მისი განხორციელება მოითხოვს სწრაფ რეაგირებას, არის თავისთავად წინასწარ განსაზღვრელი და საჭიროების დროულად შეზღუდულობაში ამოცანის გადაჭრას. კეთილი. ასევე მნიშვნელოვანი არის ერთი გარემოება, რომელზეც დასასრულს მინდა რომ ყურადღება გავამოხილო, ეს არის ცვლილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში. იმ შემთხვევაში, თუ მე-13 ბრძანების მე-7 პრიმამუხლი განსაზღვრავს შემთხვევებს, თუ რა შემთხვევაში ვალდებულია შემსწავლელი ორგანიზაცია შეათანხმოს ცვლილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში. ანუ თუ მაგალითად შემსწავლელი ორგანიზაცია მიიღო სახელმწიფო შესყიდვების აგენტისგან თანხმობა ზემოთ აღნიშნული 4 საფუძვლიდან ერთ-ერთი და იცვლება ხელშეკრულების მიწოდების ვადა და ეს ვადა იზრდება 14 დღეზე მეტად, ასეთ შემთხვევაში შემსწავლელი ორგანიზაცია მოგმართავს ასაბუთებს თუ რატომ არის აუცილებელი მიწოდების ვადის გაზრდა, რამ გამოიწვია და რატომ ვერ იქნებოდა ესეთი გარემოება თავდაპირველი მომართვისას გათვალისწინებული და შესაბამისად აუცილებლად აქაც უნდა იყოს ამოწურავი დასაბუთება, რომ მან მიიღოს თანხმობა კონკრეტული ვადის ცვლილებაზე, ასევე შეიძლება ცვლილებას ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც იცვლება კონკრეტული კლასიფიკატორის კოდი და ემატება კონკრეტულ მომართვას. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაში მოცულობისა და რაოდენობის შემცირება, ასევე ღირებულების შემცირება არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, სააგენტოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს ასევე ხელშეკრულების ღირებულების გარდა კანონით განსაზღვრის შემთხვევაში და საფუძვლით 10%-ის ფარგლებში. დასასრულს მინდა რომ კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ის საკითხები, რომელზეც მე ვისაუბრე და აღნიშნო, რომ გამარტივებული შესყიდვების შემცირება წარმოადგენს იმ დასახულ მიზანს, რომელიცკენაც ისწრაფვის სააგენტო და რომლისთვისაც ხორციელდება საკანონმდებლო და სისტემური რეფორმები, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახდენთ პრაქტიკის ანალიზს იმ პრობლემატიკის შესწავლას, რომელიც პროცესში გროვდება და შესაბამისად პასუხობთ საკანონმდებლო თუ სისტემური ცვლილებებით. მადლობას გიხდით, რომ მომისმინეთ, მადლობა გისურვებთ წარმატებებს და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა, რომ ესეთ ფართომასშტაბიან ფორმატში ვისაუბროთ იმ ცვლილებებზე და გამოწვევებზე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში იქნება წარმოდგენილი.